ჩვენ გამოშვებას სკანდალური ვიდეო მასალით ვიწყებთ, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმეს ეხება. ცოტა ხნის წინ რობაქიძის გარდაცვალების ღამით გადაღებული დაუმონტაჟებელი ვიდეო მასალა პროკურატურაში საქმეზე ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ მიიტანა. ეს არის საკმაოდ მძიმედ საყურებელი კადრები, სადაც დეტალურად ჩანს თუ რა მოხდა დიდუბეში 2004 წელს გიორგობის ღამეს და რა ვითარებაში გარდაიცვალა ამირან რობაქიძე. ჩვენ წინასწარ ბოდიშს ვუხდით მაყურებელს, განსაკუთრებით ბუტა რობაქიძის ოჯახის წევრებსა და მის ახლობლებს, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე თითქმის სრულად გთავაზობთ ამ კადრებს. ემზარისთან გადადით და იქ. მოდიახ, ბაგაჟნიკზე იარაღებს გამოიღე. სადაც იყო იარაღები? იარაღები აქ მოიტანა. დაუდეთ. კაპოტზე დადა კალაშნიკოვი. არ მოკიდოთ წინ არის უმაროდული იარაღი. დადა იარაღები. აი, ნუ მოდენი დედამო. ვინ აყურის ბიჭო? ვინ აყურის ბიჭო? გეგდოს აგერბოდა, შენ ხარ ხალხის სალოყო. აი, გაიგაჩოზე გა. აკანი. ეტო გიტყნა გაგიხორდა. რაჭე გა. შეხვალა. მოდი შემოუტრე. არავინ არ მოვიდეს გახლა. ერთი გადავიდე 60 საქმეში. ქალაქები დავაითაქიდა დროზე გადავიდეთ დროზე გავერიდეთ და გავურობოთ აი და შემეთკიბლე რა იყო კი არა შენ
Όσο φτάσουμε όχι. Αμότσερ κάμερები. Κάμερები ამოაზრო. Κάμერები გააწერე. გააწერე კამერები. ეს მე არა, არა, მიცოდი. მეოთხე ნახეთ იმასა. მეოთხე. ეს პრემია გადმოცემული იყო და ვიდეო გავაჩერე. აცრადით მონერეულო. ჩემს მიერ ჩატარებული გამოძიების დროს მე მქონდა ინფორმაციები და დავადგინე შემდეგი. ამ მანქანაში მჯდომი, ეს ჩემი ინფორმაცია, რომელიც მე მოვიპოვე, ადამიანებიდან არც ერთი არ იყო უტარო ბაკიძის მეგობა. თუ არ ვწდები, ერთი უნდა ყოფილიყო ნაცნობი. უტარო ბაკიძე შემთხვევით არის ამ მანქანაში მოხვედრილი. ეს მანქანა შუა დღეზე, იმ დღეს ფიგურირებდა დინამო სტადიონთან მომხდარ ჩხუბში, რა დროსაც ერთ-ერთი მონაწილე უნდა ყოფილიყო დაჭრილი და შესაბამისად ეს მანქანა იყო გადაცემული დაკავებას. 1 ოქტომბრამდე არჩევნებამდე სადღაც ზაფხულში ჩემთვის გახდა ინფორმაცია ცნობილი, რომ კომახიძე ვალხაზი ქვია თუ ვახტანგ კომახიძის სახელით რაღაც ჯგუფი თბილისში აპირებდა სარფიანად გაეყიდა კადრები, რომელიც გადაღებული იყო შემთხვევის ადგილზე პირველივე წამებით. მაშინ მე ყურადღება არ მივაქციე ამას, იმიტომ რომ იცით ხა კომახიძეს ეს არის ადამიანი, რომელიც თავის შიზოფრენიული აზრები გადააქვს ფილმში და მერე საზოგადოებას ანახებს ამას ყოველივეს. აქედან გამომდინარე დიდი ყურადღება არ მიმიქცევია ამისთვის ყველაფრისთვის. შესაბამისად აი მათი დღის განმავლობაში მე გავუშვი ზუსტად ის მესიჯები იმ ადამიანებთან, ვისაც წესი და რიგით შეხება უნდა ქონოდა ამ კადრების ფლობას. მე მოვიპოვე ეს კადრები. ეს არის უმძიმესი კადრები. ეს არის საშინელი კადრები. მე ერთი ცალი მოვიტანე მიმტკიცებად პროკურატურაში, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მე არ ვენდობი აი ამ შენობაში მოთავსებულ ადამიანებს, მე არ ვიცი ამ კადრებს რა ბედი ეწევა. მე მინდა თითო ეგზემპლიარი თუ როგორც არის, მე მეტი ფლეშკა უბრალოდ არ მქონდა, რომ ეს დამეკოპირებინა, გადმოგცეთ თქვენ. ეს კადრები აქ ნანახი მარტო ჩემს შვილს, რომელიც არის 21 წლის. იმასაც იმიტომ ვანახე, ხელი რამე გავათენე. ჩემს შვილსაც არ ჯეროდა, რომ ეს ადამიანები იყვნენ შეიარაღებული. თავიდან, როდესაც აი ეს ინფორმაცია იყო კომახიძისგან მომდინარე, მე მეგონა, რომ ეს კადრები, როცა მე ამას მოვიპოვებდი, ესენი მართლაც უიარაღოები იქნებოდნენ, იმიტომ რომ 30 თანამშრომელი დაახლოებით, რომელიც ამ კადრებზე ჩანს საპატრულო პოლიციის, რომელიც იღებს იარაღს. ეს იწყება დაახლოებით რამდენიმე წამით ადრე გასროლამდე ეს კადრები. აი ეს 30 კაცი აი ამ პროკურატურაში შესვლის მერე აბსოლუტურად უარყოფე, რომ იქ იყო იარაღი. მე არ ვიცი რა ზეწოლა იყო მათზე, მე არ ვიცი რას ელაპარაკებოდნენ, რას პირდებოდნენ ამ ადამიანებს, არ რატო იყო მიზანი, რომ ამ ადამიანებს ეცრუათ. სროობს მიქაძე, სროობს პროკურატურის გამომძიებელი, სროობს აბსოლუტურად ყველა პატრულის თანამშრომელი. თქვენ ამას ნახავთ. მე გამოსავალი არ დამიტოვეს. ჩვენ წინააღმდეგ შეთითხნის ბრალდება, აი ეს 30 ცრუ მოწმე დაიყენეს. თქვენ თვითონ ნახავთ ამას ყველაფერს. ეს ხა რა მოხდება? წესით ხელახლა უნდა დაიწყოს ახლა. არ ვიცი, მე ერთი რამე ვიცი, რომ როდესაც ექსპერტიზა ჩაუტარდება ამ კადრებს, ეს პროკურორები ჩვენ საქმეს ვეღარ გამოიძიებთ. ჩვენ აცილებას მივცემთ. ამ პროკურორებს ალბათ ყველას აზრი იგივე იქნება. და ალბათ სხვა პროკურორები განაგრძობენ საქმეს, თუ საერთოდ აზრი აქვს ამ საქმის გამოძიებას.